დღეს ნიკოლოზობა მართლმადიდებელი ეკლესიას სასწაულმოქმედი მღვდელ მთავრის ხსენების დღეს აღნიშნავს. წირვა ქვეყნის ფარგლებში მოქმედ ყველა ტაძარში ჩატარდა. მსახურება სამებაში პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მაღავლინა. ზიარების შემდეგ კი დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 22 მაისს წმინდა ნაწილების ამოყვანებას, 19 დეკემბერს კი მის გარდაცვალებას. მეორე დღეა შეფასებების თემაა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ გაჟღერებული მწვავე განცხადებები. ისინი ქართულ ოცნებას ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებენ. ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ დოკუმენტში ისინი ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გამომწვევ მიზეზებს ასახელებენ, მათ შორის რეპრესიულ კანონმდებლობას, პოლიტიზირებულ სასამართლოს სისტემას, ოპოზიციის ლიდერების დევნასა და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. უფრო მეტიც, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ქართულ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას. ჩვენ ერთგული ვართ ევროპული მისწრაფებების, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს არც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, არც ქვეყნის სუვერენიტეტის თუ დემოკრატიის ხარჯზე. არც ერთი ჩვენი ნაბიჯი არასდროს არ ყოფილა პროაქტიულად რამის კეთება, ჩვენ ყოველთვის გვიწევდა რეაქტიულ რეჟიმში პასუხისგაცემა იმ პრობლემებზე, რომლის ხშირ შემთხვევაში რომლის წყარო იყო ხოლმე თავად ბრიუსელი. ამიტომ თუ ვინმე უნდა გადახედოს ამ ეტაპზე, ეს არის ალბათ თავად ბრიუსელი ხელი აიღოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ფათურისგან. თუ ამ ტიპის გარე ჩარევები და ზეწოლები და შანტაჟი შეწყდება, ბუნებრივად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ თამამად დავსვდეთ დიალოგის რეჟიმზე. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დასაფინანსებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად ერთობლივ სესხზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ როიტერსი წერს. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ლიდერები უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ფინანსური სახსრები მოზიდული იქნება ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 24 ქვეყნის ერთობლივი სესხით, თუმცა გეგმის დამტკიცებას ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდებოდა, რადგანაც სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის ცენტრალური გრძელვადიანი ბიუჯეტით. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან, გამჭვირვალობისა და უკრაინასთან თანამშრომლობის გზით, განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ბრიუსელში. მაკრონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში 15 საათიანი მოლაპარაკებების დასასრულს გამთენიისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მომდევნო 2 წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს სესხს გამოუყოფენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საუკეთესო გზა არის რუსეთის ეკონომიკის გამოშრობა და უკრაინის დაფინანსების გაგრძელება. ზელენსკის დაუსვეს კითხვა, ჯერა თუ არა ომის დიპლომატიური გზით დასრულების, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, ნებისმიერი ომის სრულდება მოლაპარაკებებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის ძლიერი პოზიციის მაგალითად ზელენსკიმ ეგრეთ წოდებული რეპარციული სესხი დაასახელა. ბელგიის პრემიერ-მინისტრის ბარტ დე ვევერეს განცხადებით, ბელგია არ არის თანახმა, რომ რუსული გაყინული აქტივები უკრაინის მხარდასაჭერად იყოს გამოყენებული, ვიდრე გარანტიები არ იარსებებს და იურიდიული საკითხები არ იქნება მოგვარებული. მისი თქმით, ბელგია ამჟამად არ არის მზად, რომ ევროკომისიის მიერ ეგრეთ წოდებულ რეპარციულ სესხთან დაკავშირებით რომელიმე წინადადებას დაუჭიროს მხარი. მისი თქმით, ბელგიას სჭირდება მყარი გარანტიები, რომელიც უნდა გასცეს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ და ეს გარანტიები უნდა იყოს ძალაში, ვიდრე სასამართლო დავები გაგრძელდება. ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლო სასამართლო დავების ფარგლებში ხარჯების ანაზღაურება ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა გაინაწილოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროკავშირის მხრიდან რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების მცდელობას ქურდობა უწოდა. პუტინის თქმით, რუსეთი საკუთარ ინტერესებს დაიცავს, მათ შორის სასამართლოებში. ეს არის ქურდობა და ქურდობისთვის შედეგები ძალიან სერიოზულია. სხვისი ფულის მოპარვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არ არის, თუმცა არსებობს სხვა, უფრო სერიოზული შედეგები მათთვის, ვინც ამის გაკეთებას ცდილობს. ეს არ არის მხოლოდ იმიჯზე დარტყმა. ამ შემთხვევაში ეს ძირს უთხრის ევროზონის მიმართ ნდობას, რადგან ბევრი ქვეყანა და არა მხოლოდ რუსეთი თავის ოქროსა და ვალუტის რეზერვებს ევროზონაში ინახავს, რაც არ უნდა მოიპარონ, როგორც არ უნდა გააკეთონ ეს, საბოლოოდ მათ მოუწევთ მისი დაბრუნება. სხვა საკითხებთან ერთად ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს უპირველესად სასამართლოებში. ჩვენ ვეცდებით ვიპოვოთ იურისდიქცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.